მოგესალმებით, ეს 20-ია, მე მაკაცინცაძე ვარ. აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა, რომლის მიხედვითაც ვერ მოიძებნა 274 ექსპონატი. თანამედროვე ხელოვნების კოლექციაში 24 ნამუშევრის დანაკლისია, 62 ექსპონატი კი დროებით სარგებლობაშია გადაცემული სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. ამავე დასკვნის მიხედვით ადგინდა, რომ ეს ორგანიზაცია დაწესებულებები იმ სამუზეუმო ექსპონატებიდან, რომლებიც ეროვნულ მუზეუმს მათთვის გადაცემულად აქვს დაფიქსირებული 69 ექსპონატის თან არსებობას არადასტურებენ. პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს. ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფონდების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით არ საუბრობენ. 2030-ისთვის ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღეში ექსპონატების ქვეყნიდან გატანაზე ოფიციალურად პასუხისმგებელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ხდება. მთავარ თემაზე 2030 შეკითხვებს ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი მარსაგიშვილი, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, ეროვნული მუზეუმის გამოფენების კურატორი ეკა კიკნაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი კოტე ნაცვლიშვილი უპასუხებენ. გადაცემის მეორე ნაწილში კი ნახავთ საგანგაშო მდგომარეობა შავი ოქროს ქალაქში. ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ადგილობრივთა პრობლემებს ნათია თოიძე გაგაცნობთ, მანამდე კი დღის აქტუალური თემა. 14 არასაპარლამენტო პარტია და 8 არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას ითხოვს. მათ მოთხოვნებს და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას თამარ ციკლაური გაგაცნობთ. თამარ, მოგესალმები და გისმენთ. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით კონსულტაციები უმრავლესობაში ამ დრომდე გრძელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ეთანხმება. ინიციატივა კი, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში დღეს შეიტანეს, სწორედ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და ამომრჩეველთა ხმების პროპორციულ მანდატებში ასახვას გულისხმობს. დეტალები ჩვენს რეპორტაჟში. დოკუმენტი მოთხოვნით შევიდეს ცვლილება საარჩევნო სისტემაში პარლამენტის კანცელარიაში დღეს დარეგისტრირდა. მიმართვა 14 არასაპარლამენტო ოპოზიციისა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერაა ხელმოწერილი. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები უმრავლესობისგან საარჩევნო სისტემაში ცვლილებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. მე იმედი მაქვს, რომ ერთის მხრივ ძალიან ფართო საზოგადოებრივი პოლიტიკური კონსენსუსით, რაც სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების ერთობაში დაფიქსირდა, ერთობლივად მივაღწევთ იმას, რომ შევქმნით ფართო კონსენსუსის საფუძველზე დაფუძნებულ საარჩევნო სისტემას საქართველოში. დოკუმენტის მიხედვით მთავარი მოთხოვნა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა. იმისათვის, რომ სისტემაში ცვლილება შევიდეს, ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსტიტუციაშიც. მიმართვაში საუბარია სწორედ კონსტიტუციის 59 მუხლზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ქვეყანაში მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს. სანაცვლოდ სამხარეო პროპორციული და საერთო პროპორციული მეთოდი დაფუძნდება. ველოდებით, რომ მმართველი კლუბი წამოვა ამ დიალოგზე და შევიმუშავებთ ერთიანი ძალებით სისტემას, რომელიც იქნება სამართლიანი, სადაც არ იქნება დაკარგული ხმების ძალიან დიდი რაოდენობა, როგორც დღეს არის, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა ხმების თანაბრობის პრინციპი და მოქალაქეთა ნების პროპორციული ასახვა მანდატებში. თავის მხრივ საარჩევნო სისტემაში ცვლილების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს უმრავლესობაშიც. დეპუტატ ანი მიროტაძის განმარტებით, ქართული ოცნება საარჩევნო სისტემის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. თუმცა კოალიციაში არიან დეპუტატები, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის შესაძლო გაუქმებას ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აფასებენ. მე არ მიმაჩნია, რომ სამართლო სისტემაა და თქვათ ის დეპუტატები, რომელიც პროპორციული სით არიან არჩეული, მარტო იმიტომ, რომ სით იყვნენ წარდგენილი, უკეთესი არიან, ვიდრე თქვათ მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი. პროცესი კოალიციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არ დასრულებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული არ არის. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დეპუტატი დაუჭერს მხარს მემორანდუმს უმრავლესობიდან, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმს ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. დოკუმენტი კი, რომელიც დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში შეიტანეს, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე შეიმუშავეს. როდის დაიწყება პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მუშაობა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა იმისათვის, რომ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილება დადგეს, საკითხი პარლამენტში ორ კენჭისყრაზე უნდა გავიდეს, რაც დაახლოებით 6 თვიან პროცესს მოიცავს.
გმადლობ თამარ, პირდაპირ ეთერში თამარ ციკლაური გვერდებოდა. ახლა კი დღის მთავარი თემა. 2004 წლიდან საქართველოს სხვადასხვა მუზეუმი ერთი სტრუქტურის ეროვნული მუზეუმის ეგიდით ერთიანდება. აუდიტის სამსახურმა კულტურის სამინისტროს შემოწმების ფარგლებში მუზეუმებსა და ფონდებში არსებული ვითარება შეისწავლა. პირიქი, ვინც ამ დასკვნას ხელს აწერს, აუდიტის სამსახურში აღარ მუშაობს. ლაშა თორდიას უწყებაში დღეს ვერ მოიძებნა თანამშრომელი, რომელიც ამ თემაზე ჩვენ შეკითხვებს უპასუხებდა. კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ დასკვნაში არსებული ინფორმაციის დასაზუსტებლად 2013 წელს სპეციალური კომისია შექმნეს. გენო ოსიყმაშვილი ამბობს, როდის და როგორ გადიოდა ხელოვნების ნიმუშები საქართველოდან და რა პასუხი აქვს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს. მუზეუმებში დამკვიდრებული იყო ინვენტარიზაცია, შეჯერების არასწორი პრაქტიკა. არ ხდებოდა გამიჯვნა თუ რა დროს წარმოიშვა დანაკლისი და ვინ იყო მასზე პასუხისმგებელი პირი. ამჟამად მიმდინარე შეჯერების დროს 13 ფონდში დაფიქსირებული ეგრეთ წოდებული დანაკლისი 200 ერთეულს შეადგენს. ეს არის ნაწყვეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან, რომელშიც საქართველოს მუზეუმებში დაცული ექსპონატების რაოდენობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ექსპონატთა ნაწილი არამხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაკარგა, არამედ ფონდებს დანაკლისი 2004 წელს ეროვნული მუზეუმის შექმნის შემდეგაც გაეზარდათ. ჭირდებოდათ ჩვენი არქეოლოგიური განათხარი მასალა. ეს არის საირხის მოდინახეს და კიდევ ეს ჩვენი მუზეუმის მოპოვებული მასალებია და კიდევ არის ჩვენი წინაპრების მიერ შემთხვევით აღმოჩენილი მთელი რიგი კოლექციები, ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი კოლექცია. ამის გადატანა მოინდომეს 1 წლის წაღების ნაცვლად დღემდე 2011 წელს წაიღეს, ეხლა 2015 წელია, მასალა ჩვენ უკან აღარ დაგვბრუნებია. საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წლის 30 დეკემბერში შეიქმნა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით არსებული მუზეუმებისა და გალერეების აბსოლუტური უმრავლესობა გაერთიანდა. თანამშრომელთა ნაწილი საუბრობს, რომ ამის შემდეგ ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა თვითმოქმედება დაიწყო. მაგალითად, ფიროსმანის ხელოვნების მუზეუმში დაცული ნახატები სხვაგან გადაიტანეს და დღემდე არ დაუბრუნებიათ. 2012 წელს, როდესაც მუზეუმი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გალერეა გაიხსნა, მას შემდეგ აქ არის წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდება, ნამუშევრები დაუბრუნდება ხელოვნების მუზეუმს და იქ იქნება წარმოდგენილი. ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ფიროსმანის ნახატების ხელოვნების მუზეუმში დაბრუნების პირობას დებს, მაგრამ ვერაფერს ამბობს სახელმწიფო აუდიტის მიერ დადებულ დასკვნაზე. არ და ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მირჩევნია, ახლა ვერ გაგცემს პასუხს, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია თუ არ მექნება წერილობით, უბრალოდ ახლა ვერ გაგცემს ამაზე. ამ დასკვნას ვიცნობ, მაგრამ მე ახლა ეს დასკვნა არის მოცულობითი დოკუმენტი და ზუსტად არ ვიცი. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დასკვნის გასაქარწყლებლად კულტურის სამინისტრომ 11 კაციანი სპეციალური კომისია შექმნა, რომლის მთავარი მიზანიც ექსპონატების რაოდენობისა და მისი ავთენტურობის დადგენა იყო. თუმცა ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა არ ჩატარებულა. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ უბრალოდ ამის საჭიროება ვერ დაინახეს. და იგივე ადამიანებმა, ვინც გაამგზავრა, იგივე ჩაიბარა ეს ნამუშევრები და რომ ყოფილიყო იქ რაიმე ეჭვი, ისინი ალბათ არ შეადგენდნენ მიღება ჩაბარებაზე, არ მოაწერდნენ ხელს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევე წერია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში საერთო ჯამში 69 ექსპონატია გატანილი, რომელთა უმრავლესობაც უკვალოდ გაქრა. ანგარიში ასევე წერია, რომ არ არსებობს ამ ქმედების მიღება ჩაბარების აქტები და ზოგადად საელჩოები საერთოდაც უარყოფენ ექსპონატების მიღებას. საქართველოს მთავარი პროკურატურა კი საქმეს დღემდე იძიებს. ბრუნდებით სტუდიაში 2030 შეკითხვებს ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი მარსაგიშვილი, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, ეროვნული მუზეუმის გამოფენების კურატორი ეკა კიკნაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი კოტე ნაცვლიშვილი უპასუხებენ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვეთმეთ, რომ ქალბატონო ეკა პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება. დავიწყოთ არსენალის მთა ღამით. რა შეგიძლიათ თქვენ, როგორც ხელოვნებათმცოდნე გითხრათ ამ ნამუშევარზე, როგორია მისი ისტორია? ამაზე ალბათ ბატონი გიაც ისაუბრებს, პირველ რიგში დავიწყოთ აქედან, რომ ეს არის ძალიან დიდი სიხარულის საგანი, არა, რომ არსენალის მთა დაბრუნდება საქართველოში და იქნება გამოფენილი ეროვნულ მუზეუმში, როგორც ვიცი, ეს უკვე დადასტურებულია. ზოგადად რაც ეხება თვითონ სურათს, ფიროსმანაშვილის ირგვლივ უამრავი რამ არის საამაყო პირველ რიგში და ამავე დროს ელზეთ ბევრი რამ მოსაწესრიგებელი, ხო?
ერთი მხრივ ქვეყნის ფარგლებში ეროვნული მუზეუმი მაქსიმალურად ცდილობს თვითონ მხატვრის პოპულარიზაციას, ამას ხელს უწყობს ეს მშვენიერი ექსპოზიცია, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენილია 29 ნამუშევარი ფიროსმანაშვილის და ასევე არაჩვეულებრივად ბევრი აქტივობა, რომელიც თან ახლავს ამ გამოფენას. ეს არის საგანმანათლებლო პროექტები, ეს არის პერიოდულად მუდმივი შეხსენებით ამ თემისა და მოზიდვის დამთვალიერებლის გალერეაში. რაც ეხება უშუალო დამსურათს, ვიცით რომ ის 1957 წლიდან არის ლუი არაგონის საკუთრება, როდესაც მას 60 წლის იუბილეზე გადასცა საბჭოთა მთავრობამ. ეს გახლავთ ფრანგი პოეტი, რომელიც ესეთი სიმპათიით იყო იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და მისი მეუღლე გახლდათ ლილა ბრიკი, ესეთი ცნობილი მაიაკოვსკის ქალბატონი და ძალიან ცნობილი წარმომადგენელი რუსული ლიტერატურული წრეებისა და არაგონის მეუღლე. და სწორედ ლილა ბრიკის რეკომენდაციით მოხდა ამ სურათის შეძენა და გადაცემა არაგონისთვის. ამის შემდეგ ხდება მის მემკვიდრესთან, შემდეგ წლების მანძილზე ინფორმაცია სურათის შესახებ ჩვენ არ ქონდა, სანამ თავიდან არ გამოჩნდა მანამდე რეზო თაბუკაშვილის ფრანგულ დღიურებში და შემდეგ უკვე 2003 წელს ჟურნალისტი ნელი კობიაშვილის მიერ გადაღებულ კადრებში. აუქციონზე გავიდა უკვე მესამედ. სამწუხარო ფაქტი რუსული კატეგორიისა, თუმცა ფინალი ამ ისტორიის არის, ვინც თვალს ადევნებდა აუქციონს, ნახავდა, რომ გარდა იმისა, რა კატეგორიაში იყო წარმოდგენილი, იყო საკმაოდ დაბალი ფასი და პრინციპში შეთავაზებაც ყიდვისა პრაქტიკულად არ იყო. ამიტომ რუსულ კატეგორიაში წარმოდგენილი. იცით რა, ეს არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რაზეც სამუშაოა ქვეყნის მიერ. ეს არის ფაქტორი. კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობა, ვინ უნდა იმუშაოს პასუხისმგებლობას? უწყება, რომელსაც ეკუთვნის არა პოპულარიზაციაზე, ქვეყნის გარეთ პოპულარიზაციაზე ზრუნვა. და ამ შემთხვევაში ფინალი, როგორც დამთავრდა ეს აუქციონი და ის რომ ვთქვათ, არსენალის მთა გახდება ექსპონატი მუზეუმისა და შეემატება ფიროსმანაშვილის კოლექციას, არის უდაოდ დადებითი რა თვალსაზრისით. პირველი ის რომ კოლექციების შევსება არის ძალზედნელი ტემპით, ხო ბოლო წლებში გასაგები მიზეზის გამო, ბიუჯეტის სიმცირის გამო და ასე შემდეგ. და ზოგადად ის არაჩვეულებრივად დიდი ყურადღება და ინტერესი რაც გამოიწვია ამ თემამ საზოგადოებაში და ის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი აქტივობა, რომელიც ამას მოჰყვა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დასაფასებელია და ის რომ ეს სურათი პირველად გამოიფინება, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა მანამდე გამოფენილი და ექნებათ ადამიანებს მისი ნახვის საშუალება, უდავოდ დადებითი ფაქტია. ბატონო გიორგი, კომენტარის გაკეთების კომენტარს თუ 1913 წელს იყო ერთხელ გამოფენილი საქართველოში საშემოდგომო გამოფენაზე. რაც შეეხება რუსულ კატეგორიით გატანას, რუსულ კატეგორიის გატანა, იცით რა არის, ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს ელცმა რევაზ გაჩეჩილაძემ საპროტესტო წერილი გაუგზავნა ამ აუქციონს და ჯერ შედეგი არ ვიცით რას მიაღწევს. ბატონი რევაზი ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტია და ეჭვი არ მეპარება, რომ დასაბუთებული იქნება ეს საქართველოს ეს მოთხოვნა მის წერილში. კი ბატონო, შეიძლება მოკლედ შეიძლება. ძალიან მოკლედ. წინასწარ მოხდა გამოფენა ნამუშევრების და როგორი ვიცით, ყველა ნამუშევარი ერთმანეთის მიჯრით იყო დაწყობილი. ერთადერთი ფიროსმანი ეკიდა ცალკე კედელზე, იმიტომ რომ ფიროსმანის გვერდზე ყველა ნამუშევარი დაიჭრდილა. ესეც ფიროსმანის ერთ-ერთი აღიარება და გამარჯვება. კი ბატონო. ქალბატონო, აუდიტის დასკვნას დაუბრუნდეთ, სადაც საუბარია, რომ 2007-2012 წლებში ეროვნული მუზეუმის საცავებში ვერ მოიძებნა 274 ექსპონატი. ამავე დასკვნის მიხედვით, 1966 წლის შემდეგ მუზეუმების ფონდები სრულყოფილად არ აღწერილა. წლების განმავლობაში ისმის ძალიან ბევრი შეკითხვა, ძალიან ბევრი ექსპონატი გადიოდა ქვეყნიდან, შემდეგ აღარ ბრუნდებოდა, ეს მუდმივად დავისაგანია. თუ გაქვთ კონკრეტულად ინფორმაცია, თქვათ, სად არის აი ეს დღეს ეს 274 ექსპონატი? კი ბატონო, რაც ეხება აი თქვენ თქვით, მუდმივად გადიოდა ქვეყნიდან და აღარ ბრუნდებოდა უკან. მოდით სანამ ასეთ განცხადებებს გავაკეთებთ, არ განცხადებას ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვაკეთებ, ეს არის გავრცელებული ინფორმაცია, ამაზე წერდა სააგენტოები და უამრავი რეპორტაჟი. აუდიტის დასკვნა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის 2013 წლისა, მაშინ 2012 წელს ძალიან ბევრი ორგანიზაციაში შევიდა კონტროლის პალატა და ძალიან საფუძვლიანად იმუშავეს. და დადეს საბოლოოდ ეს დასკვნა, როგორც გითხარით 2013 წლის დოკუმენტი. ამის საპასუხოდ მაშინ კულტურის მინისტრი ებრძანდებოდა გურამ მოდიშარია. ეროვნულ მუზეუმში შემოვიდა 12-კაციანი კომისია, რომელმაც იმუშავა თვეების მანძილზე, თუ არ ვცდები 5 თვის მანძილზე კომისიის წევრი აქ ბრალდებოდა, ის თვითონ მოგახსენებთ. და მათ შესწავლეს ყველა ის ასპექტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ამ დასკვნაში. კომისიამ დადო დასკვნა დადებითი.
კომისია იყო დაკომპლექტებული 12 ადამიანისგან, საიდანაც 11 იყო პროფესიონალი ამ სფეროს წარმომადგენლები. ანუ უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ ქალბატონო ეკაურე 74 ექსპონატი ამ დროისთვის არ არის. ახლა მოგახსენებთ. ეს ექსპონატები, ეს არის მოყოლებული გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. აქ არის რამდენიმე მერე, როდესაც აი პოსტსაბჭოთა პერიოდში იყო რამდენიმე წლიანი კოლაფსი აბსოლუტური და როდესაც ხდებოდა დროებით მუზეუმიდან საგამოფენოდ გადაცემა საელჩოებისთვის ან სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. აქ ეს ჩამონათვალით შედის. ამის საპასუხოდ ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა შესაბამისი პასუხი და წერილობით ეს პასუხი გადაცემულია კულტურის სამინისტროსთვის. ასევე ჩვენ ერთ-ერთი პასუხი იყო იმათ წინაშეც ვართ თავარი ანგარიშვალდებული, ეს არის საზოგადოება შარშან 2015 წლის იანვარში გამართული გამოფენა. საერთოდ ჩვენ წარმოვადგინეთ დიდი ნაწილი ექსპონატებისა, რომელიც აი სწორედ ამ ბოლო პერიოდში დაბრუნდა მუზეუმში. და მინდა გითხრათ, რომ ამის მიზეზი არ ყოფილა აუდიტის დასკვნა. ეს არის ის, რისთვისაც თითოეული ჩვენგანი მუშაობთ მუზეუმში. ის რაც იქ არის იყოს დაცული და თუ რამე არის დასაბრუნებელი, ვუზრუნველყოთ ამის დაბრუნება. დღესაც თითქმის ბოლო ეტაპზეა უკვე მოლაპარაკება და 16 ფერწერული ტილო ძალიან მალე საქართველოს საელჩოდან რუსეთში საქართველოს საელჩოდან დაბრუნდება მუზეუმში. ანუ ისევ გავიმეორებ, ამის მიზეზი, რომ ეროვნული მუზეუმი მუშაობს ამ ყველაფერზე, ნამდვილად არ არის აუდიტის დასკვნა, ეს არის ის, რისთვისაც ჩვენი გვართ. კი ბატონო, ქალბატონო უკაცრავად თქვენ ახსენეთ საელჩოები, ხო? დიახ. იმ სამუზეუმო ექსპონატებიდან, რომლებიც ეროვნულ მუზეუმს მათთვის გადაცემულა და აქვს დაფიქსირებული 69 ექსპონატის მათთან არსებობას არ ადასტურებენ. იცით რა, ესეც არის სამუშაო პროცესი. ჩვენ არ ვიცი რამდენი გვაქვს დრო, მაგრამ არ მგონია ეს გვეყოს ყველაფერში. თუ ჩვენ საკუთრად განვიხილავთ თითოეულ ექსპონატს. აი მაგალითად მახსენდება შემთხვევა, როდესაც იყო დოქი ერთ-ერთი არქეოლოგიური ექსპედიციის ექსპონატი, რომელიც რამდენიმე ნაწილად იყო დამტვრეული, შემდეგ მოხდა მისი რესტავრაცია, ეს რამდენიმე ექსპონატი იქცა ერთ ექსპონატად და ესეც თქვათ მინიშნებულია დანაკლისებში. ანუ რის თქმა მინდა თუ ჩვენ ავიღებთ ამხელა მონაკვეთს, ჯერ ერთი ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ვკითხოთ და მივიღოთ მისგან პასუხი, უკვე ვეღარ ვნახავთ, არა. ეს არის არაჩვეულებრივად დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რაც გადაეცა დღევანდელ ადმინისტრაციას და რომელიც ეხება დაახლოებით 60 წლიან მონაკვეთს. ამიტომ ეს არ არის 1 და 2 დღის ამბავი და არც 1 წლის და ვინც იცის სამუზეუმო სპეციფიკა მას ძალიან კარგად გაიგებს. კი ბატონო, ფიროსმანის ნამუშევრებთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ, რა ვითარებაა მიმართულებით? ფიროსმანიშვილის კოლექციის დიდი ნაწილი დღეს არის გადატანილი ეროვნულ მუზეუმში. ამის მიზეზი, რომელიც ვთქვათ, ორ მხრივ დამოკიდებულებას იწვევს საზოგადოებაში. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის შალვა ამირანიშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია, რომელიც დღეს არის წევრი გაერთიანების, სამუზეუმო გაერთიანების. და დღესაც ამას იქიდან გამომდინარე გეკითხებით, რომ როდესაც თქვენ საკმაოდ დიდ პერიოდზე საუბრობდით, რამდენიმე წამის წინ 2004 წლამდე ხელოვნების მუზეუმში 156 ნახატი ინახებოდა, სურათი 2013 წლისთვის იქ მხოლოდ 27 ნამუშევარი არის. აი ზუსტად მაგაზე გპასუხობდით ახლა. ეს 27 ნამუშევარი არის დარჩენილი ეროვნულ მუზეუმში, შალვა ამირანიშვილში, ხო? დანარჩენი არის გადატანილი ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. არის წარმოდგენილი ნაწილი ექსპოზიციაში, არაჩვეულებრივ ექსპოზიციაში, ვინაიდან მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ეროვნული გალერეა არის საუკეთესო საექსპოზიციო სივრცე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც სჭირდება ექსპონატს, იმისთვის, რომ ის იყოს დაცული იდეალურ პირობებში. ანუ 19 ნამუშევარი 106 ნამუშევარი არის ჩვენთან და გალერეაში დღეს. ისინი ნაწილი არის წარმოდგენილი ექსპოზიციაში, ხოლო ნაწილი ინახება საცავში. და თუ რატო გაკეთდა ეს, ამას ახლა მოგახსენებთ. იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით იყო სხვა, რა ვთქვათ, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში არის შალვა ამირანიშვილის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია, თაობების ამ მუზეუმის თანამშრომლების თაობების მიერ შექმნილი კოლექცია და თუ მოგზანდებით გალერეაში, ნახავთ, რომ თითოეულ წარწერაზე თითოეულ სურათს აქვს მითითებული, რომ ეს არის სწორედ ამირანიშვილის კოლექცია. ხოლო მათი დღეს გალერეაში არსებობა გამომდინარეობს ძალიან მარტივად ასახსნელი მიზეზებიდან. პირველი არის ის, რომ ეს არის, როგორც აღნიშნეთ, იდეალური საექსპოზიციო სივრცე, სადაც ექსპონატის ინტერესიდან გამომდინარე მათი განთავსება არის მიზანშეწონილი, სადაც მუშაობს დაცვა, სადაც მუშაობს ცალკე სამსახური კლიმატ კონტროლის და უშუალოდ ექსპონატისთვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებისა. 24 საათიან რეჟიმში და რაც მთავარია, ის არის გამოფენილი და არის მისაწვდომი
საზოგადოებისთვის. და თავარი ეს არის, ხომ არის რამდენიმე ავტორი, ეს არის დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ფიროს მანაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ადამიანები, რომლებიც დგანან თანამედროვე სახვითი ხელოვნების საწყისებთან და ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ გამოფენილნი. სწორედ ამ მიზეზით ისინი არიან გადატანილი, ეს ექსპონატები გადატანილია დღეს არსებულ საუკეთესო საექსპოზიციო სივრცეში. კი ბატონო გიორგი, თქვენ წარმოადგენთ ხელოვნების მუზეუმს. ამ შემთხვევაში მინდა გითხოთ გატანა ხელოვნების ნიმუშების გატანასთან დაკავშირებით, თქვათ, რამდენად შეიძლებოდა თუ ადასტურებთ საწყის ეტაპზე ამ ინფორმაციას და რამდენად შეიძლებოდა მათი გატანა? 2004 წელს 30 დეკემბერს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ. და 12 სექტემბერს 2005 წლის 12 სექტემბერს გამოიცა კულტურის მინისტრის ბრძანება, სადაც ყველა უფლებებს ეროვნულ მუზეუმს ანიჭებს ეს ბრძანება. ჩამონათვალია ეგ რესტავრაცია გაუკეთოს, გამოფინოს, გაიტანოს. ფაქტიურად მუზეუმები, ეს შემადგენელი ელემენტები დარჩნენ უფლებების გარეშე. და აი ეს არის ცოტა მოდის ბრძანება და უნდა შეასრულო. არ შეასრულებთ ხარ დამრღვევი ამ კანონების. ხა თქვენ ბრძანეთ რომ 159 ფიროსმანი იყო. 156. არ გეტყვით 159 იყო ჯერ. შემდეგ 3 მოაკლდა. ერთი არის მანუჩარაშვილის პორტრეტი და სხვათა შორის არქივში მივაკვლიე მასალას 1924 წელს მანუჩარაშვილს მადლობას უხდის დიმიტრი შევარნაძე ამ ნამუშევრის საჩუქრად გადმოცემისათვის, რომელიც დახატა ნიკო ფიროსმანაშვილმა 1893 წელს. წელიწაა მითითებული, ეს იშვიათია ფიროსმანთან 2006 წლამდე რომ წელი იყოს მითითებული, აი საბუთში არის მითითებული ეს წელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როცა ნიკო ფიროსმანაშვილი ამიერკავკასიის რკინიგზაზე მუშაობდა, ჯერ წინ იყო ის მისი დუქანში ვაჭრობა, გეძენაძესთან და კეთხვებთან ერთად აბრების სახელოსნოს შექმნა და შემდეგ ხდება ფიროსმანი მხატვარი და აი ამ ხრივ ყველაზე ადრეული ნამუშევარი. კი ბატონო გიორგი, უკაცრავად რო ძალიან ცოტა გვაქვს, ამიტომ მინდა მაქსიმალურად ბევრი შეკითხვა დავსვა. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ მუზეუმის თანამშრომლები იძულებული იყვნენ დამორჩილებოდნენ ბრძანებას. ვინ იყო ბრძანების განცემი და საინტერესო თქვათ, ვისი მითითებით გადიოდა ნამუშევრები? ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის ბრძანებით გადიოდა. დავით ლორთქიფანიძე არის. ან თუ ვინც ცვლიდა იმ დროს მას შეიძლება დავით ლორთქიფანიძე თვითნებურად წყვეტდა, ვთქვათ, იღებდა გადაწყვეტილებას. იცით რა არის, ვერ გეტყვით მე როგორ იღებდა გადაწყვეტილებას. თვითონ მოდიოდა ბრძანების სახით ეს. ასევე აუდიტის დასკვნაში, კი ბატონო, მოკლედ შეიძლება. ეხლა მუზეუმს ექსპონატი ათხოვს, ეს ჩვეულებრივი სამუზეუმო პრაქტიკაა, მაგრამ იმან არ დააბრუნოს უკან, ეს უკვე ყოველგვარ ხშირად ქონდათ ასეთი შემთხვევები. გეუბნებით, თქვენ თვითონ თქვით ბრძანეთ, რამდენი ფიროსმანია გასული. საგანძურიდან, არქეოლოგიური მასალიდან 15 დასახელების 48 ცალი ექსპონატია გასული მუზეუმში. პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, ადასტურებთ ამ ინფორმაციას, რამე დეტალში გიცხადეთ? პროკურატურასთან არ მქონია შეხება, მსმენია რომ არ მიდის გამოძიება და ალბათ მიდის გამოძიება. კი ბატონო, ქალბატონო, გამოკლედ გისმენთ და შემდეგ შეკითხებს. არ ვიცი პროკურატურაში თუ რამე გამოძიება მინდეს, მაგრამ აი ეს რაც სათავე ეს დაგვიდასტურა პროკურატურამ. ეს ნამუშევრები ფიროსმანაშვილის, იგივე კაკაბაძის, ან გუდიაშვილის, ან ნიკოლაძის, ან იგივე რაც არის გამოფენილი დღეს ჩანაშიაში, ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა არანაირი გამოძიება არ იქნება, იმიტომ რომ ეს არის ექსპონატები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არის ექსპოზიციაში. ანუ შეიძლება ვთქვათ, მაყურებელმა ამას არასწორად გაიგოს, გატანილი და უკან არ დაბრუნებული ნიშნავს დაკარგულს და ეს ასე არ არის. ეს არის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან, რომელიც დღეს ასევე არის სეგმენტი სხვა 11 მუზეუმთან ერთად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებისა, რომელიც მუშაობს საქართველოში, ამ კოლექციიდან გამოფენილია სხვა მუზეუმში. ფიროსმანაშვილი, ნიკოლაძე, გუდიაშვილი, კაკაბაძე გამოფენილია ეროვნულ გალერეაში, რაც თქვენ ახსენეთ საგანძური, ეს არის წარმოდგენილი დღეს არქეოლოგია ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. ანუ მაშინ აუცილებლად უნდა დავსვა შეკითხვა, ბატონო გიორგი, თქვენ კითხავთ უკაცრავად, ქალბატონო ეკა დრო ძალიან ცოტა გვაქვს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, თანამედროვე ხელოვნების კოლექციას 24 ექსპონატი აკლია. შეგიძლიათ გითხრათ, იცით, სად არის ამჟამად ეს ექსპონატი? გიგო გაბაშვილის ფერწერა, რომელიც იყო მინსთა საბჭოში გადატანილი და იმ გადატრიალების გატანილი იყო 60 წლების ბოლოს. არეულობის და იმის დროს სად წავიდა და სად დაიკარგა იმას. ანუ 24 ექსპონატზე თქვენ ამომწურავი ინფორმაცია გაქვთ თუ არ გაქვთ?
ჩვენ არა გვაქვს ესეთი ინფორმაცია დღეს სად არის ეს ექსპონატები. კი ბატონო, არის კიდე ერთი შემთხვევა, როცა მხატვარმა წაიღო ხელწერილი და იყო გამოფენილი სადღაც და ან მხატვარმა არ დაბრუნდა, ან იმ ქვეყნიდან არ დაბრუნდა. ესეთი შემთხვევებიც გვაქვს. კი ბატონო მერაბ, თქვენ იყავით იმ კომისიის წევრი, რომელიც კულტურის სამინისტრომ შექმნა აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ, ხომ? თუ შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად რა სწავლობთ? მოგახსენებთ, დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ რაც განგაში ატყდა ქართული კულტურის გარშემო, კულტურული მემკვიდრეობის გარშემო, ეს აბსოლუტურად მართებულია, სწორია, იმიტომ რომ წარმოადგენს ქართული კულტურა ქართველობისთვის ზოგადად ჩვენ და ერთ ქვეყნისათვის, ამაზე ალბათ არ არის ხა გავაგრძელოთ საუბარი. და რაც შეეხება თქვენს კითხვას, თვითონ აუდიტის დასკვნა შესრულებები რამდენიმე წელი გრძელდებოდა, ხო? კი ბატონო, და საკმაოდ მოცულობითი წელი. რამდენიმე წლის განმავლობაში დარღვევები იყო, არ დარღვევები, ამის შესწავლაზე იყო საუბარი და ჩვენ რაღაც 4 თვე ქონდა, უბრალოდ 3, მერე შემდეგ მოვითხოვეთ, რომ მე-4 თვე დაემატებინათ, რაღაც ვერ ვაწყებთ იმ ამოცანას, რაზეც ჩვენ შევედი რის დავალება ჩვენ ქონდა. ჩვენ ძირითადად ვიხილავდით 2004-2011 წელში უცხოეთში გატანილი ექსპონატების მდგომარეობას გავიდა და დაბრუნდა თუ რა ის რაოდენობა და რა მდგომარეობით. საქმერაში ამ დროს პარალელურად სწავლობდით თქვათ ამ დოკუმენტებს და წერან ბრძანეს ქალბატონმაც გემებზანა რომ თქვათ რაღაცა იმუში თქვათ იყო 7 ნაწილისგან შემდგარი, მე გამთლიან და ან რაღაცა სხვა მუზეუმში გადავიდა დროებით და საცავად ან თხოვების ეს პრაქტიკა იყო გავრცელებული. იქ ჩვენ წავაწყდით ზუსტად იმ არასრულ დოკუმენტაციას, რომ ეს არ იქნებოდა რთული ვთქვათ, რომ 7 ვთქვათ ნაწილისგან შემდგარი ეს ერთი სახეში გამოსახული დოკუმენტურად გაფორმებული იყო და ეს პრობლემა აღარ გაჩნდებოდა. ისე როგორც ვთქვათ, დღეს ყველა ნამუშევარი არ ვიცი სად არის, განაკვთვარია ვის მდგომარეობაშია. თავიდანვე დოკუმენტები შექმნილიყო, ეს არ მოხდებოდა. რადგანაც მე ამ კომისიის წევრი ვიყავი და მე გარკვეულ ნაწილს ამდენად მე მხატვარ რესტავრატორი გახლავართ და ჩემი კუთხით ვიყავი დაინტერესებული. დოკუმენტაციის შესწავლისას ძალიან ბევრ უზუსტობას და არასწორ დამოკიდებულებას და დანაშაული მძიმე სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ რაღაც ერთი არასერიოზული დამოკიდებულება თქვა. მაგალითად, როცა ვსწავლობდით ფიროსმანზე მაგ საუბარი, განსაკუთრებით ჩვენთვის არ მნიშვნელოვანია წარმოადგენს ფიროსმანი და მისი ფერწერა ყველასათვის ცნობილია. და თქვა, იყო ნამუშევრები ხდებოდა ხშირ შემთხვევაში, როცა ერთი და იგივე ნამუშევარზე იყო სხვადასხვა ზომები მითითებული. აქ ლაპარაკი არის სანტიმეტრი ნახევარი 2 სანტიმეტრი. დიდი სხვაობები იყო. რატომ, როგორ შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ? რატომ შეიძლება? აი ეს კითხვა მეც გქონდა, იმიტომ რომ იქ არიან პროფესიონალები, მე ესე ვიცი და ეს არ უნდა ამას დიდი პროფესიონალების გაზომას რა უნდა, ხო? ეს არის მარტივზე მარტივი, იქ იყო ახსნა თქვა თუ იყო ჩარჩოთი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ ძიდებოდა არანაირ ლოგიკაში, რომ ჰაერზე არ გამომიგდეს ეს აგერა მაგ თელი დოკუმენტაცია წამოღებული და ეს ყველაფერი მითითებულია, მაგალითად, ქალი წველის ძროხაზე. მითითებულია 80-100-ზე. რამდენიმეჯერ არის გამეორებული, შემდეგ არის სადღაც რომელიღაცა დოკუმენტში 94-115-ზე. ეს საკმაოდ ესეთი არა სრულყოფილებას ნიშნავს ამ ნამუშევრის შესახებ ინფორმაციას. ასევე გვხდება, როცა ერთი და იგივე ნომრით, თქვათ, სხვადასხვა ნამუშევრები, ან ერთი ნომრით გადის გამოფენაზე, მეორე ნომრით ბრუნდება. ასეთ შემთხვევა მაგალითად რატომ შეიძლება და ხდებოდეს ეს? ხო, მოგესწრებით, მე აი დასკვნის რომელზეც ხელი აქვს მოწერილი, არა მარტო მე რამდენიმე 11-12 კომისიის 11 წევრს. იყო შემთხვევა, როცა ერთი და იგივე ნამუშევარზე მასალაში მითითებულია, ერთ შემთხვევაში მუყაო, მეორე შემთხვევაში მუშამბა. უცნაურობა. იცით, ახლა წლების დოკუმენტები ჩვენ რა წარმოგიდგენთ, იქ წლების დოკუმენტები არ არის მითითებული სხვადასხვა დროს, ეს არის 2004-დან 2011 წლამდე ნამუშევართა გატანის დროს დაცულობის აქტი და უკან მიღების დროს დაცულობის აქტში. მაგალითად, ეს რაც მე მოგაზრდეთ მასალაც მუშამბაზე და მუყაოზია, ეს არის KP 2-სართულიანი სახლის წინ. ფიროსმანზე მაგ საუბარი, ხო? უცნაურობა, იმიტომ რომ ახლა ამას დიდი პროფესიონალიზმი აჭირდება, რომ მუყაო განვასხვაოთ მუშამბისგან. ხო, იყო შემთხვევები, როცა მაგალითად ერთ-ერთი შემთხვევა იყო თუ არ ვცდები ვილნიუსში იყო ვილნიუსის გამოფენაზე რუსულად აწერა მიაწინა. ხო, და ქართულად იქვე მითითებული მე ახალია. ანუ რაღაც დაზიანება მიიღო ნამუშევარმა და ვიღაცა მადლობა შენიშნა რომ ახალი დაზიანება, მაგრამ ამის მიღმა, თქვათ, რა მოხდა, რატო დაზიანდა და ასე შემდეგ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობდა, ეს არის დაუშვებელი. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ხას უსვამ ფიროსმანზე. არის ასეთი შემთხვევები კიდევ რომ დაზიანებული ნამუშევარი, არ ვიცი, ვიღაც ჩინოვნიკის მოთხოვნით ბრძანებით, ბრძანეთ რომ
თქვა ვისი ბრძანებით გადიოდა? მოდი თქვა კულტურის მინისტრის ან მოადგილის სხვადასხვა პერიოდი ეს. ეს არის 2004-დან, კიდევ ვიმეორებ 2011 წლამდე, რაც ჩვენ მოვალეობაში შედიოდა. ხო, ასეთი ნამუშევრები უცნაური რაღაცაა. აბსოლუტურად ყველა კულტურის მინისტრის მოქმედების და თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გადიოდა. გასაგებია ეს გრძელდებოდა რამდენიმე გამოფენის უცხოეთში გამოფენებზე იყო საუბარი და კიდე მეცაც გეტყვით რომ ცოტა ფოტოს ვიხდი უცხოეთში ვერ გავა გამოფენა თუ კულტურის სამინისტროსგან ვიზა არ იქნება ესე სავალდებულო პროცესია ძალიან საინტერესო თვითონ თემა ვინ წყვეტდა და დღესაც მაქვს ეს კითხვები და როცა კომისიაში ვიყავ მაშინ დავსვი კითხვა ვისი პრეროგატია ვინ წყვეტს რა უნდა გავიდეს თქვა თუნდაც მისი დაზიანების ხარისხიდან, არგლიმატ ხატრული ღირებულებიდან, ან მისი ისტორიული ღირებულებიდან მე მეჩნია რომ იქ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალები, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია ესეთია, რასაკვირველია ჩინოვნიკები წყვეტენ. ეს იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევა და ისეთი ტილოებია გასული ფიროსმანის კონკრეტული სახელები და გვარი. ისეთი ტილოები გასული, რომლის ხშირ შემთხვევაში დაძვრაც არ შეიძლება, ან მხოლოდ დაზიანებულია, ან მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა იყოს სანამ რესტავრაცია არ გაუკეთდება. რომელს გულისხმობთ, იმიტომ რომ ბატონიკია დამეთანხმება, არ ნივთი ვერ გავა მუზეუმიდან. 4 მოქალაქის კეიპი, ასეთი ნამუშევარია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, რომელიც 2012 წელს გაიგზავნა ჰოლანდიაში. მაგრამ რესტავრატორის დასკვნის გარეშე ეს ნამუშევარი ვერ გავიდოდა ვერც ერთ შემთხვევაში. მე მოგახსენებთ რა მდგომარეობაშია. კვალიფიკაციას ჩვენი რესტავრატორების ამაში ეჭვი შეტანა. არა, მე არავისთან ეჭვი შეტანას ჩვენ იანვარში მოვახდინეთ არაჩვეულებრივ ანუ ინფორმაციას არ ადასტურებთ. იცით რა, ვერ აი მოდით ზუსტად ვიკითხოთ ახლა. ნახეთ თქვენი არ მინდა თქვენ წამოჭრეს ეს საკითხი, ეს არის თუ გამოჩნდება. ეს არის რესტავრატორის მიერ შევსებული დოკუმენტაცია. ეს არ არის რესტავრატორის კვალიფიკაციის ამსახველი დოკუმენტაცია, თქვენ შეიძლება მოგაწოდოთ ეს ბევრი ესეთი. იცით, ამგონია რომ გავარჩიო, მაგრამ ერთი რაც მინდა თქვენი ეს არის მუზეუმიდან მოწვდილი მასალა, რომლის ასლი არსებობისას და უბრალოდ ჩადებული იყო დოკუმენტაციაში. ამიტომ ის რომ თქვა მე ვინმეს შეეჭვი შემოაქვს, ეს არ არის არც ჩემი პრევენცია, არც ჩემი დანიშნულება არ იყო და არც ახლა არის, მაგას მე ასაკვირველია. ეს არის სტანდარტული ფორმა, როგორც მე ხედავ შევსებით. არა, მე უცხოეთში მქონია შეხება და 50 წელამდე თითქმის რესტავრაცია 40 წელი მაინც მინიმუმ აქტიურად რესტავრაციაში ვარ ჩართული. ეს არ არის ყოფილი დოკუმენტაცია. ახლა მე მოგახსენებ, თუ ეს ნამუშევარი იყო წაღებული საზღვარგარეთ. თუ არა, ნამდვილად დოკუმენტი ადასტურებს. იყო ეს ნამუშევარი წაღებული გამოფენაზე საზღვარგარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, სწორედ იმის არითაც დავიწყეთ ჩვენი საუბარი. და რასაც ქვია საზღვარგარეთ ფიროსმანაშვილის პოპულარიზაცია, რაც მას ძალიან სჭირდება. საერთაშორისო გამოფენები არის სწორედ უმნიშვნელოვანესი ნაწილი ამ საქმის. სურათი არავითარ შემთხვევაში სურათი ვერ წავიდოდა თუ არ იყო შესაბამისი დასკვნა. რაც ეხება რესტავრატორების კვალიფიკაციას და მათ პროფესიონალიზმს, ეს ადამიანები არიან, რომლებიც აწლეულებია მუშაობენ, რომლებიც მუდმივად ჭილში გადავდივართ ერთი მიზეზი. ეს რესტავრატორები არიან ძირითადად ან ჩემი მოწაფეები, ან ჩემი კოლეგები, ან ერთად პირველი გამოშვება, სადაც ერთად დავამთავრეთ. ამიტომ მე მათი მიმართ არ არის პრობლემა, მე წმინდად დოკუმენტებს უყურებ, ეს იყო ჩემი ამოცანაც და შესაბამისად ვადარებდი. რაც მე მოგახსენებთ, ეს ჰაერზე არ არის საუბარი, ყველაფერი ნომერი იყო შეცდომა, მასალაში იყო ნამუშევრს მიგითითებთ მე. ეს მაგალითად მოვიყვანეთ, რომ ეს ერთი ნამუშევარი. მე მგონია, ის თქვა კონკრეტული მაგალითები თუ შეგიძლიათ ამ შემთხვევაში მოიყვანოთ, როდესაც თქვა სხვა სახელით გადიოდეს, ეს განაცხადეთ თქვენ ექსპონენტი და შემდეგ უკვე შემოდიოდა სხვა. მოგახსენებთ. სხვადასხვა სახელები მითითებული არის მაგალითად ზუსტად მონაცემები მქონდა ქალი ობოლ ბავშვებთან ერთად სადღაც არის მე ქალი ბავშვებთან ერთად წყაროზე და ასე შემდეგ რამდენიმე შემთხვევა არის შეიძლება რამდენიმე სახელი აქვს ხოლმე ეს ჩვეულებრივი მოვენა საცხის მაინც კირილს და მე კი არ ვიზახი რომ სხვა შეცვალეს არა ეს არის პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა შეთანხმდეს რომ მოდი ამას ქვიან ეს არის შემთხვევა რომ ფიროსმას თვითონ არ უწერია რა არის ვიღაცამ შეარქვა სახელი მაგრამ თუ ჩვენთვის მისაღები არ არის და რაღაცა შევთანხმდეთ რომ ამ სახელის ქვეშ არის ეს ნამუშევარი ეს დიდი დანაშაული მე ვთქვი ეს დანაშაული კი არ არის ეს არის ახლა ეს ტელეეთერი შეიძლება გაისმეს ისა რომ წავიდა სხვა ნამუშევარი და დაბრუნდა არა მე ამის თქმა არ მინდა მე ასე შეიძლება გაიჟღეროს რომ
აპრიორი ამას არ განსაზღვრავს, ამას არ გულისხმობს და არც მოგზიანება ბატონ კოტეს დავუშვათ რა ბატონო 2001-2002 წელს ჩატარდა პასპორტიზაცია კულტურის სამინისტრომ ჩაატარა მაშინ ქალბატონი სესილი გოგიბერიძე იყო და მისი თაოსნობი და მაშინ შევჭერდით საბოლოო სახელებზე. თუმცა პერიოდულად ხარ მაინც იცვლება. არა, ხო და ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ მივუთითოთ ის სახელი და მე მინდა გავიხსენო 2012 წელი, როდესაც იყო ძალდატანებაც კი, რომ მუზეუმი ძალდატანება, რომ მუზეუმიდან გასულიყო აწყურის ხატი და ზარზმის ღვთისმშობლის ხატი 2012 წლის პირველ ნახევარში. უნდა წასულიყო ახალ ციხეში, თქვენ გახსოვთ ეს ისტორია. რესტავრატორი იყო ერმილე მაღრაძე, მან ძალიან ზუსტ ესე სკრუპულოზული დასკვნა დადო და ძალდატანება ვის მხრიდან მოდიოდა ბატონო? ზევიდან, უფრო ზევიდან. ვინ არის ზევით? კულტურის სამინისტრო იყო თუნდაც. ვინ იყო იმ პერიოდში მინისტრი? მინისტრი არ იყო თბილისში მაშინ. და ანუ გადაწყვეტილება მინისტრს არ ეკუთვნოდა ამას გულისხმობ? ხელს მინისტრი არ აწერდა. ვინ აწერდა ხელს? ერთ-ერთი მოადგილე, ხო ზუსტად არ შეიძლება ამერიოს, მაგრამ ეს ნამდვილად ვიცი. მაგრამ მაშინ მუზეუმი დადგა და არ გაუშვა ეს ექსპონატები. თუმცა დიდი მფარველები ერთ-ერთი მოადგილე აწერდა 2012 წლის პირველ ნახევარში ხელს. კი ბატონო, ბატონ კოტეს დაუთმო, თუ შეიძლება ამ რეპლიკის საკითხი თუ შეიძლება 4 სახელით არის ნამუშევარი შეიძლება გადასცეთ თანამშრომლებს. კი ბატონო, ბატონ კოტე ნაცხოვს პირდაპირ ეთერში ბატონო კოტე, უკაცრავად ქალბატონო ეკა, თქვენ წარმოადგენთ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს. თქვენ რამდენადაც ჩვენთვის გახდა დღეს ცნობილი, რამდენიმე დღეში თქვენი უწყება იქნება უშუალოდ კონკრეტულად პასუხისმგებელი ხელოვნების ნიმუშების გატანაზე. იცით თუ არა რა მდგომარეობა იყო ამ დრომდე და იცნობ თუ არა აუდიტის დასკვნას? იცით, მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა ინტერესისთვის. თემა ჩვენთვის ნამდვილად ძალიან აქტუალურია, მით უმეტეს დღეს, როცა ჩვენი ორგანიზაცია გადაიბარებს ოფიციალურად სამინისტროსგან უფლებამოსილებას ხელოვნების ნიმუშების და ზოგადად კულტურული ფასეულობების უცხოეთში გატანისა და უცხოეთიდან შემოტანის შესახებ. მე ნამდვილად არ ვიცნობ ამ დასკვნას, რაც არის წარმოდგენილი აუდიტის მიერ იმ დარღვევების შესახებ, რაც თქვათ იქნა მიკვლეული ხელოვნების ეროვნული მუზეუმის შემთხვევაში, მაგრამ ზოგადად დარგში დაგროვილი პრობლემები, რომელიც თქვათ ძალიან მარტივია, შეიძლება ვინმეს გადავაბრალოთ, მაგრამ არის ზოგადად სისტემური პრობლემები, რომელიც პირველ რიგში ეს არის უბრალოდ თქვათ აღნუსხვისა და კულტურული ფასეულობების აღნუსხვა და დოკუმენტირება, ხო? იგივე თქვათ სისტემის შიგნით ეს იქნება თქვათ მუზეუმები, არქივები თუ ასე შემდგომ და მეორე არის თქვათ უკვე უცხოეთში გატანილი ან შემოტანილი კულტურული ფასეულობები. არის თქვათ პერიოდი საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით ეს ეხება 90-იან წლებს, როდესაც ეს სისტემა მთლიანად მორღვეული იყო და არ არსებობდა კანონი, რომელიც თქვათ გზავნოდა 90-იანი წლები, როდესაც ეს სისტემა მთლიანად მორღვეული იყო. ბატონო კოტე, როგორი იქნება ამის შემდეგ გატანის პროცედურა? ამის შემდგომ ჩვენ ამჟამად უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ექსპერტთან, რომელიც შვეიცარიელ ექსპერტთან, ბატონ ანდრია რაშერთან, რომლის მოწვევასაც გეგმავთ უკვე ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში დაახლოებით და საუბარი იქნება სწორედ კულტურული ფასეულობების თანმიმართებაში კანონმდებლობის დახვეწაზე. მოგეხსენებათ, ჩვენ მუშაობთ კულტურული სამუზეუმო კოდექსს გულისხმობთ. კულტურული მემკვიდრეობის კოდექსს გულისხმობთ, რომელშიც ერთ-ერთი კომპონენტი, რა თქმა უნდა, არის იგივე თქვათ მუზეუმების კანონი, ასევე კანონი გატანისა და შემოტანის შესახებ, რომელსაც ასევე დაცვა ჭირდება. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს ერთ-ერთ თქვათ ამოსავალწადის წარმოადგენს კანონმდებლობის მოწესრიგება კერძო კოლექციებთან მიმართებაში, ასევე შავ არქეოლოგიასთან მიმართებაში, მექანიზმების დახვეწა, ასე ვთქვათ, და ასევე თქვათ ბაზარზე, ისეთი არტ ბაზარზე, ისეთი რეგულაციების შემოღება, რომელიც ხელს შეუწყობს არტ ბაზრის განვითარებას. მოგეხსენებათ, რომ კულტურული ფასეულობები არა მხოლოდ მუზეუმებშია წარმოდგენილი, არამედ კერძო კოლექციებშიც მრავლად გვეგულება. კი ბატონო კოტე, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინე. დავასრულებდი, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი პრინციპული საკითხია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ხელოვნების ნიმუშების დაზღვევა საქართველოში არ ხდება. არ ხდება, იმიტომ რომ ამას თქვათ რამოდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ასევე არის ის, რომ არ არის ექსპერტიზა. ექსპერტიზა არის, ექსპერტიზის საშუალება არის ქვეყანაში ასევე
არ არსებობს. ამიტომ ჩვენი ამოსავალი წერტილია, რომ ყველა ის კომპონენტი, რომელიც არტ ბაზარზე უნდა იქნეს წარმოდგენილი, რომელიც უზრუნველყოფს არტ ბაზარის ერთი მხრივ განვითარებას და მეორე მხრივ თავად კულტურული ფასეულობების დაცვას, როგორც კერძო კოლექციებში, ასევე სამუზეუმო სივრცეებში. ეს არის ერთი უნიშნელოვანესი საკითხი, რომელიც ჩვენ გვაღელვებს და მეორე არის უკვე თავად მუზეუმების ხელახალი გააზრება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის რეფორმა, რომელიც 2004 წელს ჩატარდა, მხედველობაში მაქვს ეროვნული მუზეუმის შექმნა. მოკლედ ბატონო დიახ, მოგეხსენებათ, რომ მუზეუმები ყველა ეპოქაში საჭიროებს დახვეწას. ჩვენი მუზეუმები არის, ვთქვათ, რაღაც ესეთი სისტემის ნაწილი, შედეგი უпроსორად, რომელიც სადაც კონცეფცია, მუზეუმების კონცეფცია თითქმის საუკუნის განმავლობაში არ შეცვლილა და არ გააზრებულა ხელახლა. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ კოლექციების გადაჯგუფება მუზეუმიდან ერთი მუზეუმიდან მეორეში გადატანა მუზეუმების კანონიდან გამომდინარე შეუძლებელია, თუმცა როცა უკვე ერთი მუზეუმის ქვეშ, ქოლგის ქვეშ ერთიანდება მუზეუმები და ერთი სათაურის ქვეშ, უკვე იქ შესაძლებელია მსგავსი რეფორმის ჩატარება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დასრულდა ეს რეფორმა. ძალიან დიდი მადლობა. კოტე ნაცრიშვილი პასუხობდა 2030 შეკითხვებს ექსპერტიზასთან დაკავშირებით, გატანასთან დაკავშირებით, მინდა ქალბატონო ეკა ბატონო გია რომსაც გნებავთ მიპასუხეთ. ავტენტურობა დაბრუნების შემდეგ როგორ დასრულდებოდა? რესტავრატორია მოუწმებს, არ გასულა ექსპონატი უცხოეთში დაზღვევის გარეშე. ავიაცია არ მიიღებს ესეთ ბარს თუ არ იქნება. არასდროს არ გასულა ბატონო გიორგი. მე ვერ ვიხსენებ ესეთ იმას. ხელოვნების მუზეუმი. ეს არის ავიაცია არ მიიღებს, თუ დაუშვათ საავტომობილო ტრანსპორტით გავიდა თურქეთში, ამაზე ვერ ვაგებ. ასეთი არც ერთი შემთხვევა ანუ არ ყოფილა. ეს არის ის კომპონენტები, რომელიც აუცილებლად ახლავს სამუზეუმო ნივთის მოგზაურობას და არც ერთი მიმღები მხარე ამ ჩვენ შემთხვევაში უმეტესად ეს გახლავთ. დაბრუნების შემთხვევაში ექსპერტიზა უტარდებოდა. რის საფუძველზე ამას იბარებს იგივე რესტავრატორი, რომელმაც წაიღო. იცით, სატელევიზიო ფორმატი, მე უბრალოდ შეშოფრა, ჩვენ საუბრობთ ძალიან სენსიტიურ თემებზე. თემებზე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ამ ქვეყნის არის არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვამბობთ. სწორედ ამიტომ წავედა სხვა სათაურით, დაბრუნდა სხვა სათაურით და უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ ეს არის დოკუმენტაციის, ანუ ასე ვთქვათ, გაფორმების საკითხი და არა ის, რომ წავედა სხვა სურათ და დაბრუნდა სხვა. ინვენტარიზაციაზეც მინდა მოკლედ კითხოთ ქალბატონო რა გიშლით ქალბატონო ეკახელს. არაფერი არ გვეშლის, ახალად დაამთავრებ. იგივე ის, რომ დაზიანებული სურათი წავედა გამოფენაზე. ასე რამ გამორიცხულია. რა თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხნის ნამდვილად და მე მოგახსენებთ. გარდა იმისა, დაზღვევის გარეშე წასულია და ჩვენ ეს დოკუმენტებში მივიყვეთ, ის იყო 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის დროს უშუალოდ მინისტრის გადაწყვეტილებით მოხდა ეს და ამის დოკუმენტი არსება შეიძლება მოიძიოთ 2012 წელი გახლავთ და რაც შეეხება მცირედი თუ შეიძლება ხო კულტურული მემკვიდრეობის სფეროზე იყო საუბარი და ახალ კონცეფციაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის კულტურული მემკვიდრეობის თვითონ სამინისტროს კულტურის სამინისტროს აქვს გაურკვეველი დამოკიდებულება, მაგრამ მის შინაარსში, მის დაქვემდებულ სტრუქტურებში განაწილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ზოგი არის მუზეუმებში, ზოგს აკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ზოგი არის უშუალოდ ეს მუზეუმი ცალკე იშლება კიდე. გარდა მაგისა არის მუნიციპალიტეტებში, არის გარდა მაგისა განათლების სამინისტროში. ამიტომ ამას ცოტა სერიოზული მსჯელობა, სერიოზული ხედვა ჭირდება და მოიქცეს ერთ სტრუქტურაში აუცილებლად. სხვანაირად ვერ გავაკონტროლებთ წეგან ბატონო გიამბრძანა რომ ჩვენ ავტონომიური უფლება მოხდა ministrმა რომ ჩვენ რესტავრაციას როგორც კიდე ვაკეთებთ. თუ კარგი რესტავრატორია, საკვირელი კარგია, მაგრამ არ არის ეს ავტონომიური რომ მაინდა-მაინც მისასალმები, იმიტომ რომ ამას რაღაც საერთო პოლიტიკა უნდა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი ბოდიში ჩვენი დრო საკმაოდ დიდი ხნის წინ ამოიწურა. თემა ძალიან სენსიტიურია და აუცილებლად დაუბრუნდებით ამავე ფორმატში. ძალიან დიდი მადლობა. სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი მარსაგიშვილი, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, ეროვნული მუზეუმის გამოფენის კურატორი ეკა კიკნაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი კოტე ნაცრიშვილი. რამდენიმე წუთში კი უკვე გადაცემის მეორე ნაწილი დაუბრუნდებით და ნათია თოიძე ჭიათურაში არსებულ ვითარებას გაგაცნობთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ 20-30 რეგიონებში დაბინძურებული ნიადაგი, ჰაერი და წყალი ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არა. პრობლემები აქვთ ადგილობრივებს, მათ დღეს ნათია თოიძე ესაუბრა და ნახეთ რეპორტაჟი. ეს მღვიმევის მაღაროა. ეს მაღარო ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენიცაც თავად ქალაქი ჭიათურა. შავი ოქროს მოსაპოვებლად 1800 წლის ბოლოს შემოიყვანეს ტექნიკა და როგორც ჩანს, მას შემდეგ აქ ბევრი არაფერი შეცვლილა. ჭიათურის 7-ვე მაღაროში მადანს 24 საათის განმავლობაში მოიპოვებენ.
მუშები ძველი საბჭოთა პერიოდის ეგრეთ წოდებული სახალხო ვაგონით გვირაბის სიღრმეში 9 საათის განმავლობაში შედიან. ამის შემდეგ კი 7 საათიანი მძიმე სამუშაო იწყება. აქ ყველას თავის ფუნქცია აქვს. უმძიმესი შრომის მიუხედავად, პრობლემები, რომლის მოგვარებასაც ისინი ითხოვენ, წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩება. ძირითადად ხელფასის სიმცირეა ისე ცხოვრება ქედის საფერ გაძვირდა და დოლარის კურს მარაკთან და ყველაფერი და ჩვენ დავჭირდება ისე ძველი ხელფასი. შესაძლებელია ტექნიკა, ცოტა მუშაობაც გვიჭირს ძველი ტექნიკის და გამო, მაგრამ მუშაობთ ესიათვის. მაღაროელები საბაგირო გზებით გადაადგილდებიან. ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის დღემდე 1954 წელს საბჭოთა კავშირში აგებული პირველი სამგზავრო საბაგირო გზა მუშაობს. 1953 წლიდან კიდია ეს ტელეფონი და რამეში იყენებ თუ უბრალოდ კონტაქტი გვაქვს მე მანქანებთან რა. წელიწადი არ აქტიურს გამშვება. სად დაიწყეთ? ავაღაროს სტალის ავაღაროს. ეს ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია? დიახ. ხوار გიშინიათ ცოტა მოძველებულება. რაში რა არის აშიშია? ვენ? მე რაც არსებობს, რაც მუშაობ აქ დავდივარ სულა საბაგიროთი. ანუ აქ დასაქმებულებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ეს არის. სხვა ალტერნატიული ტრანსპორტი არ არსებობს. არის მხოლოდ ეს. სოფლებიდან მოყავს კიდე ავტობუსებს. მაგრამ ძირითადად ამით სარგებლობთ სულ. ჭიათურის შემოგარენში 2,000-ზე მეტი სამგზავრო საბაგირო გზა მუშაობს, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ჭიათურის სამგზავრო საბაგირო გზების დაპროექტება და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა. მათ შორის ამ დარგის ცნობილმა სპეციალისტმა გიორგი ფანცულაიამ განახორციელეს, რომლის პროექტებითაც ჭიათურის გარდა რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები. ოფიციალური ინფორმაციით 2013 წელს საქართველოში გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 2,500,000 ლარი შეადგინა. აქედან 80% ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის. 2014 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ ანგარიში გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ მთლიანობაში 327 მილიონი ლარი შეადგინა. ამ ზიანის 98%, ანუ 324 მილიონი ლარი ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის. არის ვთქვათ ტრანსშობადობის შემთხვევები პირველ რიგში უშვილობას იწვევს ადამიანებში. აი მაიკოპის თიხები უფრო პრობლემური არის ტოქსიკურობის თვალსაზრისით, ვიდრე თვითონ მანგანუმი. ჭიათურის მცხოვრებთა ინფორმაციით მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო სოფლები იცლება. ეს სოფელი რგანია. ჭიათურის რაიონის 12 სოფელს შორის ეს არის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი, რომელიც შესაძლოა სულ ცოტა ხანში ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გამოცხადდეს. აქ თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ღია კარიერებს, საიდანაც მარგანეცის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს. იჩეხება ტყეები, მიწა გამოუსადეგარი ხდება. თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ნიადაგის რეკულტივაცია რატომღაც აღარავის ახსენდება. ეკოლოგების კვლევის მიხედვით დაბინძურებულია ჰაერი, ნიადაგი და წყალი. მანგანუმის მოპოვება დამუშავებისას აუცილებელია განსაზღვრული წესების მკაცრი დაცვა. მადნის ამოღების შემდეგ უნდა მოხდეს გადათხრილი მონაკვეთების რეკულტივაცია. თუ მადნის მოპოვების შემდეგ კარიერი მიწით არ ამოივსო, ადგილზე გაუდაბნოების პროცესი იწყება. სოფელი აღარ არსებობს. რაღაც ყველაფერი გვაწოხებს. რატო აღარ არსებობს? გადახედეთ, რო იხსნება ყველაფერი, გადახსნეს, ტყე აღარ რჩება და გზა და და კვალი არ გვაქვს და წყალი არ გვაქვს და სოფელს მეტი რა უნდა. კარიერებიდან მადნის ამოღების დროს გამოყოფილი მანგანუმის და სხვა მძიმე ლითონების ოქსიდები მტვრის სახით ატმოსფერულ ჰაერს ერევა, ნალექებთან ერთად ჩაედინება ნიადაგში. ნიადაგიდან მიწისქვეშა წყლებსა და ღია წყალსატევებში და სხვადასხვა გზით ხვდება ადამიანის ორგანიზმში, აგრეთვე მცენარეებში, ცხოველებისა და თევზების ორგანიზმებში, რომლებსაც შემდეგ საკვებად ვიყენებთ. მარტო რგანის ტერიტორიიდან იმხელა სიმდიდრე გადის, ჩვენ ესე დღეში აქ არც ბავშვები უნდა დადიოდნენ სკოლაში, არც მოსახლეობა უნდა ცხოვრობდეს ამ დღეში. ნამდვილად არ უნდა ცხოვრობდეს. ჯორჯიან მანგანეზში ამბობენ, რომ საწარმოს მიზანი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა.
ჩვენი ახალი მენეჯმენტის მიზანი არის, რომ საერთოდ შევცვალოთ გარემოზე მავნეზე გავლენის, ასე ვთქვათ, მავნეზე გავლენა და ერთ-ერთი რასაც ვაკეთებთ, უკვე დაწყებული პროცესი არის ახალი სამთო გამომდიდრებელი კომბინატის მშენებლობა, რომელიც 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ეს არის კომპანიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, 20 მილიონიანი ინვესტიციაზე არის აქ საუბარი, 20 მილიონ დოლარი გულისხმობ, რომელსაც ახორციელებს გერმანული კომპანია All Minerals-ი და ეს ფაქტიურად გამორიცხავს მომავალში დინარე ყვირილის დაბინძურებას ყოველ შემთხვევაში ჯორჯიან მანგანეზის მხრიდან. 90-იანი წლების შემდეგ აღარ ჩატარებულა რეკულტივაციის სამუშაოები, მხოლოდ ბოლო წელიწადია რაც დაიწყეს და ისიც ზღვაში წვეთია რაც კეთდება. ანუ ჩვენი მუნიციპალიტეტი რჩება ნიადაგის გარეშე. ზიანდება სავარგულები, ზიანდება ადამიანების საცხოვრებელი ადგილები. გარემოზე მანგანუმის მადნის მოპოვებით მიყენებულ ზიანს ემატება სოფლებში ტყეების განადგურება, რაც არანაკლებ საგანგაშოა და დამატებით ეკოლოგიურ საფრთხეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. გამოიკვეთა ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევებიც, რომლებიც შესასწავლად საგამოძიებო უწყებებს უკვე გადაეგზავნათ. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე იმყოფება სტუდიაში სტუმრად. ქალბატონო ნელი, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ და ჩემი პირველი შეკითხვა ასეთია. დგას თუ არა ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე, ამას არ კითხავთ, იქიდან გამომდინარე ვთანხმდებით ალბათ ყველა და რაც თავარია ჩვენს გარდა კიდევ სხვა სპეციალისტები რომ ნამდვილად დგას. მაინტერესებს თქვა რატომ არ ხდება იგივე გადაიარაღება? მუდმივად გვესმის ინფორმაცია ამ შემთხვევაში მე ხე ჯორჯიან მანგანეს არ გულისხმობ, მაგრამ გარდაცვლილი მეშახტეების შესახებ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად მძიმე სიტუაცია ეკოლოგიური თვალსაზრისით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ტერიტორია სალიცენზიო ფართობი მოიცავს ფაქტიურად მთელი ჭიათურის მუნიციპალიტეტს და საჩხერის მუნიციპალიტეტების ნაწილობრივ ტერიტორიას. სადაც ამ ტერიტორიაზე ლიცენზიის პირობების შესაბამისად კომპანია აწარმოებს დაახლოებით 60% ტერიტორიის მუშავდება შახტური წესით, დაახლოებით 40%-მდე ტერიტორიის მუშავდება ღია კარიერული წესით, რომელიც სწორედ რომ ქმნის აი ამ პრობლემებს, რა პრობლემებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. თქვენ სიუჟეტში იქნა ნახსენები, რომ კომპანია შემოწმდა და დაანგარიშდა ზიანი. ეს ზიანი უკავშირდება 2006 წლიდან გაიცა ეს ლიცენზია, ამოქმედა 2007 წლიდან, 2007 წლიდან 2012 წლამდე კომპანია ახორციელებდა მოპოვებით სამუშაოებს იმდაგვარად, რომ მათ მიერ ირღვეოდა მუდმივად კანონი. როდესაც ჩვენ შემოწმებაში შევედით, ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 2012 წლის ბოლოდან, 2013 წლის დასაწყისიდან ამ უდიდესი სალიცენზიო ფართობის შემოწმება ეტაპობრივად შევძელით ჩვენ ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ მთელი ეს ამ პერიოდის განმავლობაში, რაც კი დაიწყო ოპერირება კომპანიამ, არასწორად ხდებოდა ნიადაგის მართვასთან დაკავშირებული საკითხები. ანუ ისინი, როდესაც ხსნიდნენ ამ ფუჩქანებს, რომელიც გადაფარებულია რეალურად ნედლმადანზე ზემოდან, ისინი პირდაპირ ისე რომ არ იხსნებოდა ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, ანთავსებდნენ ამ ფუჩქანებს ნიადაგზე. აქედან გამომდინარე ხდებოდა ნიადაგების ფუჭიქანებით დაბინძურება და სწორედ ის ზიანი, რაც იყო ნახსენები, სწორედ უკავშირდება ამ ფუჭიქანებით ნიადაგის დაბინძურებას. გადაიარაღებაზე აუცილებლად უნდა კითხოთ ეს შეკითხვა მუსირებს საზოგადოებაში. იქიდან გამომდინარე, რომ თქვა მათის მოპოვების შედეგად კომპანიამ საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს. ნუ გადაიარაღებას ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ ეტაპობრივად მაინც უნდა. ბუნებრივია, კომპანიამ უნდა გაიზიაროს ის სოციალური პასუხისგებლობა და მათ შორის გადაიარაღებასთან დაკავშირებული პასუხისგებლობა, იმიტომ რომ მათ აქვთ ვალდებულება უსაფრთხოების წესები და ნორმები დაიცვან როგორც შახტებში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ კუთხით რეაგირებას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო და საზემხედველო სააგენტო. მათ მიერ ხდება ეტაპობრივად ბუნებრივია ამ ნიუანსების შემოწმება, რამდენად იცავენ ისინი მოქმედ კანონმდებლობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ მათ უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მათ უნდა დაიცვან იმ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომლებიც მუშაობენ მონიტორინგს, ანუ ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში ვინ ატარებს მონიტორინგს? აქ უნდა გაიმიჯნოს ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებით მონიტორინგს ახორციელებს გარემოს დაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით რეაგირებას ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის სააგენტო. ამავდროულად მე აუცილებლად მინდა ვახსენო ის საწარმო, რომელიც ასევე გამამდიდრებელი საწარმო, რომელიც განთავსებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომლიდანაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მდინარე ყვირილას დაბინძურება. ანუ რეალურად ეს საწარმო ფუნქციონირებს, მე თუ სწორად ვამბობ და არ მეშლება, დაახლოებით 1870 წლიდან ეს საწარმოც ასევე პერიოდულად ხდებოდა ბუნებრივია იქ განახლება და გადაიარაღება, მაგრამ სავსებით საჭიროებს მთლიანად რეკონსტრუქციას. კომპანიის წარმომადგენელმა ახსენა, რომ მათ მიერ ხდება სრულად ახალი საწარმოს მშენებლობა. მე დავადასტურებ ამ მზაობას კომპანიის მხრიდან, ნამდვილად მათ მიერ წარმოდგენილი იქნა წინა საექსპერტოთ იმ ქარხნის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი, რომ მათ გაიარონ ეკოლოგიური ექსპერტიზა და ასევე მთელი ამ ხნის განმავლობაში კომპანია ფაქტიურად 2013 წლამდე საერთოდ არ კონტაქტობდა, არ გამოდიოდა ინტენსიურ კონტაქტზე სამინისტროსთან.
ჩვენი ძალისხმევის შედეგად ჩვენ ნამდვილად საუბრობთ ახლა კომპანიასთან. სავარაუდოდ არ იყო ალბათ მოთხოვნები. მე რო გითხარით რომ 2007 წლიდან 2012 წლამდე ეს კომპანია არ შემოწმებულა. კი ბატონო, ბოლო შეკითხვა ქალბატონელი ძალიან დიდი ბოდიში. ჰაერი, წყალი, მანგანუმი, ეს ყველაფერი დაბინძურებული. ბუნებრივია, ეკოლოგი პირდაპირ აისახება ადგილობრივთა ჯანმრთელობაზე. როგორ უნდა დარეგულირდეს ეს პრობლემა? აქ იქნა ნახსენების სიუჟეტში რომ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სეგმენტი გახლავთ ის რომ ეს კარიერები, რომელიც ღია კარიერული წესით არის დამუშავებული, მათი რეკულტივაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს. სწორედ ერთ-ერთი ძალისხმევის შედეგი გახლავთ ის რომ კომპანიამ წარმოადგინა 8 უბნის რეკულტივაციის პროექტი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ისინი იწყებენ უკვე რეკულტივაციის სამუშაოებს. დაახლოებით 15-მდე რა დრო დაჭირდება? ამას ბუნებრივია დაჭირდება საკმაოდ დიდი დრო, 1-2 წელი მაინც, იმიტომ რომ რეკულტივაცია არ გულისხმობს მხოლოდ ტექნიკურ რეკულტივაციას, რეკულტივაცია გულისხმობს ასევე ბიოლოგიურ რეკულტივაციას, ანუ მათ მიერ უნდა მოხდეს ასევე იქ ხეტყის გაშენება და შემდგომ მოვლა და პატრონობა, მაგრამ მხოლოდ დარგვა არ გახლავთ ის რომ მათ რეკულტივაცია ჩაატარეს, აუცილებლად უნდა მიხედონ იმ ხეებს, რომ ამ ხეებიდან გამომდინარე იქ ნიადაგის ეროზიის პროცესები არ წავიდეს, არ მოხდეს დამატებითი ზეგავლენა. პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს გარკვეულ გარემოს დაცვის სამინისტრო ამ მხრივ არის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი უწყება, რომ არ მოხდეს გარემოზე მიყენებული დაუშვათ დამატებითი ზიანი, ეკონომიკის სამინისტრო უსაფრთხოების კუთხით გახლავთ ზედამხედველი ორგანო, ასევე სასმელ წყალთან დაკავშირებით ძალიან ხშირად საუბრობს მოსახლეობა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასევე ამოწევს წყლის ხარისხს. როგორ მდგომარეობაშია სასმელი წყლის ხარისხი. ამ თემაზე ჭიათურაში ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით უახლოეს მომავალში. ძალიან დიდი მადლობა. ჭიათურაში არსებული ვითარება ნათია თოიძემ გაგაცნოთ. სტუდიაში კი სტუმრად იმყოფებოდა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე. ეს 20:30-ია. მე მაკაცინცაძე ვარ და ხვალამდე გემშვიდობებით. დროებით.